მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მადლობას მოგახსენებთ ყველას თქვენი აქტიურობისთვის, არხის გამოწერისთვის, კომენტარებისთვის, განსაკუთრებული მადლობა ჩემო კარგებო. მოდი ახლა ვნახოთ როგორ იქნება ჩვენი ფინანსები თვის ბოლომდე. მოდი ვნახოთ ხო, ვისაც გაინტერესებთ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხი, შემომიერთდით ჩემო კარგებო. მოვსმინეთ სიგნიფიკაციას და ვნახოთ რა შესაძლებელი გველოდება და რა გვექნება ფინანსებთან დაკავშირებით თებერვლის ბოლომდე, როგორ იქნება, როგორ წარიმართება სიტუაცია და ვნახოთ. მაშ ასე სიგნიფიკაცია პიროვნების, ვინც მოვიდა გაშლაზე, ვისთვის არის ეს გაშლა მნიშვნელოვანი. არ დაგვაუწყდეს რომ ეს არის საერთო გაშლა ჩემო კარგებო, ყველასთან ყველაფერი არ რეზონირდება, შესაძლებელია ზოგთან რაღაც ნაწილი რეზონირდეს, ზოგთან შეიძლება საერთოდ არ რეზონირდეს, ან რეზონირდეს 100%-ით ზოგიერთთან. ეს არის საჯარო გაშლა, არ დაგვაუწყდეს ჩემო კარგებო, მაშ დავიწყოთ ვისთვის არის ეს გაშლა. ნახოთ ვისთვის არის, როგორ ენერგიებშია პიროვნება, ვინც მოვიდა გაშლაზე, მოვისმინეთ სიგნიფიკაციას. ვინ მოვიდა გაშლაზე, როგორია თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამჟამად, ნახოთ ასე, ამჟამად როგორია და შემდეგ როგორ შეიძლება რომ ანუ პარალელი გავავლოთ, ხო, როგორ შეიძლება თებერვლის ბოლომდე თქვენი ფინანსური მდგომარეობა ვნახოთ. მაშ ვნახოთ, ვინ მოვიდა გაშლაზე. ჩემო კარგებო, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ ძალიან აქტიური პიროვნება, ამოვიდა პენტაკლის მეფე, ფიგურიანი კარტი, შესაძლებელია სტაბილური პიროვნება ხართ, მაგრამ სტაბილურად გაქვთ ყველაფერი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის შესაძლებელია ეს სტაბილურობა არის ერთ ადგილას გაჩერებული, ანუ არც წინ მიდის, არც უკან ერთი სიტყვით რაღაც პერიოდია ისეთი, როდესაც თქვენ ცხოვრებაში შეჩერებულია რაღაც პროცესები, მაგრამ თვითონ პიროვნება თქვენ ხართ ძალიან აქტიური იდეების გენერატორი, ერთ ადგილზე არ ჩერდებით. დღეს შეიძლება იყოთ ერთ ქალაქში, ხვალ სხვაგან, ანუ შესაძლებელია გიყვართ მოგზაურობა, გადაადგილება, შესაძლებელია ბევრს დადიხართ მანქანით, სხვადასხვა ქალაქებში, ან არ აქვს მნიშვნელობა, ყველასთან ინდივიდუალურია, მოკლედ აქტიური პიროვნება ხართ ერთი სიტყვით, მაგრამ ამ მომენტისთვის რაღაც თქვენს აქტიურობას თქვენი აქტიურობა თითქოს ამ მომენტისთვის არის შეჩერებული და შესაძლებელია ეს დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ აი ფინანსებთან იყოს ისევ დაკავშირებული, რადგან 4-იანი პენტაკლი ამოვიდა და კარული პენტაკლი, პენტაკლის მეფე, რაღაც პერიოდი თითქოს ყველაფერი აი ერთფეროვნად არის, შეიძლება ითქვას არც იმატებს ფინანსები, არც აკლდება, შეიძლება აკლდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც წინსვლა ამ მომენტისთვის არ არის ერთი სიტყვით და შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე რაღაც თითქოს დიდი ხანი უკვე გრძელდება ასეთი მდგომარეობა, ანუ სტაგნაციისკენ მიდის რა. სტაბილურად კი ხართ, მაგრამ რაღაც როდესაც არ არის მატება, უკვე თავისთავად მიდის სტაგნაციისკენ, ხო, ეს ყველაფერი. ან შესაძლებელია თუ მიყურებთ ქალბატონი, შესაძლებელია თქვენს გვერდით არის მამაკაცი, რომლიდანაც გაქვთ რაღაც ფინანსური მხარდაჭერა და გვერდში დგომა, ერთი სიტყვით. ასეთ ენერგიებში ვხედავთ სამყარო ამ მომენტისთვის. კიდევ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ამჟამად, რა ხდება ამჟამად, როგორ ენერგიებში გხედავთ, შესაძლებელია იცით რა არის, ეს კრიზისული სიტუაცია ცოტა არ იყოს, აი ძალიან როგორ გითხრათ, იცით ნეგატიური ფიქრები გაქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ისიც, რომ პიროვნებასთან ვინც ანუ შევეხები პირად ცხოვრებასაც, ხო ეს არის თქვენი ენერგიები, ის ყოფა რა ყოფაშიც ხართ ამ მომენტისთვის. შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანი იყოთ ძალიან ისეთი სტრესულ მდგომარეობაში, ნერვიულობაში, ფიქრებში იმის გამო, რომ პიროვნება, ვინც თქვენთვის არის ძვირფასი და ახლობელი პიროვნება, შესაძლებელია ურთიერთობიდან არის წასული, ან თქვენ ხართ მისი ცხოვრებიდან წასული და შეჩერებული ერთი სიტყვით ეს ყველაფერი იმის გამო, რომ რაღაც შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციაც ჰქონდათ უახლოეს წარსულში ამ პიროვნებასთან და ეს არ არის გამორიცხული, რომ დაკავშირებული იყოს ისევ ფინანსებთან, ჩემო კარგებო, მაგრამ ფაქტია, რომ აქ თქვენს ცხოვრებაში ამ მომენტისთვის არის რაღაც გაჩერებული მდგომარეობა, სტაგნაციური მდგომარეობა, როდესაც ისე ხართ თითქოს აი ჩემს ცხოვრებაში კარგი აღარაფერი არ ხდება, თითქოს რას უნდა ველოდე კარგს, ხო ყველაფერი რაღაც რაც კარგი იყო თითქოს დასრულდა, ესეთ მძიმე ფიქრებში ხართ და თითქოს იცით რაღაცის მოლოდინში, სიახლის მოლოდინში ასევე რაღაც გინდათ ამ ყველაფრის შეცვლა და სხვათა შორის ეს ყველაფერი ამ ყველაფერზე უკვე
დაწყებული გაქვთ ფიქრი, რომ რაღაცნაირად შეცვალოთ ის ყოფა, რაღაც აღარ გაკმაყოფილებთ ერთი სიტყვით. ანუ მივხვდით ხო, რისი თქმაც მინდა, ანუ შესაძლებელია თუ ქალბატონი მიყურებს, თქვენ გაქვთ რაღაც ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი, რომელიც დაკავშირებულია მამაკაცთან, ხოლო თუ მამაკაცი მიყურებს, ჩემო კარგებო, შეაბრუნეთ თავის პირიქით, შეაბრუნეთ და ასევე აქ მიჩვენებს იმას, რომ ძალიან ბევრს ფიქრობთ აი ამ ურთიერთობაზეც და იმ კრიზისზეც, რა კრიზისიც გიდგათ ურთიერთობაში და ასევე არ არის გამორიცხული, კიდევ გავიმეორებ, რომ ფინანსურადაც ამ მომენტისთვის იყოს რა ფინანსური თვალსაზრისითაც იყოს რაღაც შეჩერებული მდგომარეობა, ჩემო კარგებო. შესაძლებელია ზოგიერთს გქონდეთ რაღაც დანაკარგებიც ფინანსური. ну თუ გეცნოთ სიტუაცია, მაშინ გავაგრძელოთ ჩემო კარგებო ყურება და ნახოთ როგორია ფინანსური მდგომარეობა, გვიჩვენებს ხო? გვიჩვენებს შემდეგი კარტები, როგორია ფინანსური მდგომარეობა ამ მომენტისთვის. იცით რა არის, მე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთული ფინანსური მდგომარეობა გაქვთ იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც შესაძლებელია რაღაც არ ვიცი, უძრავქონებასთან იყოს ზოგიერთთან დაკავშირებული ეს რაღაც პრობლემები, უძრავი ქონების ან იცით როგორ არის აქ რაღაც რთული პერიოდი გაიარეთ, რის გამოც შესაძლებელია ზოგიერთს მოგიხდათ, რომ თქვენი ფინანსები სრულად როგორ გითხრათ ანუ ამოწურული გაქვთ შესაძლებელია ამ მომენტისთვის, მაგრამ არის რაღაც შანსები, მიმდინარეობს აქ მოლაპარაკება, ჩემო კარგებო, მოლაპარაკება იმაზე, რომ რაღაც არ არის გამორიცხული აქ ზოგიერთი, ფიქრობდეთ უძრავი ქონების ამ მომენტში უძრავი ქონების გაყიდვასაც, ასე ვთქვათ, ან რაღაც უძრავ ქონებასთან იყოს დაკავშირებული რაღაც ფინანსური სირთულეები, ან შესაძლებელია ზოგიერთს გქონდეთ რაღაც მემკვიდრეობასთან დაკავშირებული რაღაც საკითხები მოსაგვარებელი. ერთი სიტყვით მე ხო ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ უფლულოდ ხართ, მაგრამ აქ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა თქვენს ცხოვრებაში. შესაძლებელია, იცით რა არის, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთმა მიიღეთ კიდეც მემკვიდრეობა და რაღაც უძრავი ქონება და აი ამ უძრავი ქონებისგან ელოდებით რაღაც შემოსავლის მიღებას, მაგრამ ხო, კი, აქ არის ეს მომენტიც, მაგრამ იცით რა არის, ასევე არის ის, რომ შესაძლებელია რაღაც წარსულში გქონდათ რაღაც მსგავსი საკითხი უძრავქონებასთან დაკავშირებით, საიდანაც რომ იტყვიან რაღაც პრობლემები შეგიქმნათ. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ შესაძლებელია ქონებაც გქონდეთ, ასე ვთქვათ, დიდვალში ჩადებული და აი ამის რაღაც დაკარგვის შიშიც იყოს, ჩემო კარგებო. და ცოტა არ იყოს კი აქ ძალიან ბევრს, ჩემო კარგებო, ამ მომენტისთვის გაქვთ რაღაც ძალიან დიდი ფინანსური ვალდებულებები აღებული საკუთარ თავზე, რომელსაც უკვე ვეღარ ართმევთ თავს, ასე ვთქვათ, ვეღარ ართმევთ თავს და შეიძლება ეს ნერვულ შეტევებშიც კი გადადის და ისეთ მდგომარეობაში გაყენებთ, რომ შესაძლებელია საყვარელ ადამიანებთანაც კი გექმნით უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც კონფლიქტური სიტუაციები გექმნებათ ზოგიერთ, ჩემო კარგებო. არ დაგვაუწყეს ახლა ყველასთან ეს ინდივიდუალურად იქნება და ყველასთან არ იქნება ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად თუ ვიმსჯელებთ ამ არკანებით, რაც მაგიდაზე მიდევს, მე რამდენიმე ვარიანტი გავაჟღერე, აქ მე მიჩვენებს იმას, რომ რაღაც შანსები არის, მაგრამ არის ძალიან დიდი ვალდებულებები აღებული საკუთარ თავზე ამ მომენტისთვის და უკვე შიშები იმის, რომ შესაძლებელია რაღაც ის ვალდებულებები, რაც გაქვთ, ვეღარ გაართვათ თავი ამ ვალდებულებებს და რაღაც დანაკარგები წარმოიქმნას, ასე ვთქვათ. მოდი ვნახოთ აბა, როგორ შეიცვლება, რა იქნება. და კიდევ შესაძლებელია ერთ ვარიანტსაც გავაჟღერებ, რომ შესაძლებელია ვინც ან ნაწილთან იყოს ასეთი ვარიანტიც, რომ თქვენი ახლანდელი შემოსავალი დამოკიდებულია თქვენს ახლობლებზე, მშობლებზე, მატერიალური გვერდში დგომა, ანუ ამათი მხრიდან. ანუ ძალიან გეხმარებიან და გიდგანან გვერდში ამ მომენტისთვის, შესაძლებელია თქვენ ძალიან ბევრთან იქნება ასეთი რეზონირებაც, რომ თქვენი ანუ უფროსი თაობის წარმომადგენლები, ბებია, პაპები და მშობლები შესაძლებელია გეხმარებიან და მატერიალური
თვალსაზრისით გვიდგანან გვერდით ამ მომენტისთვის. ანუ თლად ისე არ ხართ, მაგრამ არ არის აქ ისეთი რო ვთქვა რომ სხვა ფინანსები შემოდის და რაღაც ისეთი არა. ანუ ცხოვრობთ შესაძლებელია მოკრძალებულად, მაგრამ არის პასუხისმგებლობები, რომლებიც გაკისრიათ და რომელზეც ნერვიულობთ და არის ასევე ზოგიერთთან გვერდში დგომა უფროსი თაობის წარმომადგენლების დახმარება და გვერდში დგომა. ეს ახლანდელი ფინანსური მდგომარეობა და ვნახოთ აბა რა იქნება თებერვლის ბოლომდე, როგორ შეიძლება სიტუაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩემოკარგებო, რაღაც შანსები არის ჩემოკარგებო ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების, არის შესაძლებელია მიიღოს დახმარება მამაკაცისგან, ასევე შესაძლებელია ვინც ელოდებით რაღაც სახელმწიფო დაწესებულებიდან რაღაც პასუხს ფინანსებთან დაკავშირებით, ან რაღაც საბუთებთან დაკავშირებით. ეს პრობლემაც ფიქრობ რომ მოგვარდება, მე გავხსნი ყოველ შემთხვევაში დავასუსტებ იუსტიციის არკანი აქ რაზე მიგვანიშნებს. კი, აქ ჩემოკარგებო, ვისაც პრობლემები გაქვთ ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით ბანკებთან, ან რაღაც სახელმწიფო დაწესებულებებთან, ერთი სიტყვით, აქ ამ პრობლემას მოაგვარებთ და გადაჭრით და ასევე პენტაკლის თასის არკანით აქ კიდევ არის ხმლის მეფე, დახმარება და რაღაც ბონუსები გექნებათ გვერდში დგომა ერთი სიტყვით პიროვნებისგან ჩემოკარგებო. იცით რა არის, შესაძლებელია ეს არ იყოს ძალიან დიდი თანხა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წაგადგებათ და თუ ზოგიერთ თქვენგანს გაქვთ რაღაც პრობლემა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და ან სახელმწიფო დაწესებულებასთან დაკავშირებით, ეს პრობლემაც მოგვარდება, იმიტომ რომ მაგის არკანი და კვერთხის მეფე ამოვიდა ჩემოკარგებო, ისე რომ რაღაც გაუმჯობესება იქნება, მართალია პენტაკლები არ ამოვიდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ეს გაჩერებული მდგომარეობიდან დაიძვრება, იქნება რაღაც სიახლეები ერთი სიტყვით. და ისე მინდა გითხრათ, რომ ეს მაგის არკანი არ არის გამორიცხული, რომ ეს თქვენი აქტიური ჩართულობამაც გამოიღოს, ასე ვთქვათ, შედეგი. კი, აქ მე მიჩვენებს იმას, 6-იანი პენტაკლი ამოვიდა, რომ აუცილებლად გექნებათ დახმარება და ეს დახმარება შესაძლებელია იყოს არაერთი წერტილიდან, ანუ შესაძლებელია რაღაც სხვადასხვა ვარიანტი გამოჩნდეს, რომელიც აი ამ გაჩერებული მდგომარეობიდან გამოგიყვანთ და კიდევ ვიტყვი იმასაც, რომ აქ საყვარელი ადამიანების გვერდში დგომაც გექნებათ ჩემოკარგებო. კი, 9-იანი პენტაკლი და ყველაფერი დასტის ძირზე ზომიერების არკანი და იმპერატორიცა ჩემოკარგებო. ანუ აქ ყველა ვარიანტში უკეთესობისკენ იქნება შემოbrunება, ანუ წინსულა უკეთესობისკენ გექნებათ აუცილებლად ფინანსური თვალსაზრისით თებერვლის ბოლოდან უკვე დაიწყება ეს ცვლილებები წინსვლისკენ. აი ასეთი იყო დღევანდელი გაშლა ფინანსებზე, მადლობას მოგახსენებთ და